10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი რკინის ხელით მართავდა სირიას და ახლა იმ ქვეყანამ, რომელსაც ის ოდესღაც აკონტროლებდა, მას სიკვდილი მიუსაჯა. სირიის სასამართლომ ასადი დაუსწრებლად დამნაშავე ცნო ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებთან. ეხლა ასადი 2024 წლის დეკემბერში რუსეთში გაიქცა, როდესაც ამბოხებულთა ძალები დამასკოს უახლოვდებოდნენ და ის კვლავ მოსკოვში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავებული და უახლოეს მომავალში სიკვდილით დასჯა არ ემუქრება. ეს განაჩენი არის პირველი მნიშვნელოვანი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სირიის ახალმა გარდამავალმა ხელისუფლებამ გამოიტანა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლის მიმართ. ასე რომ, კითხვა რა თქმა უნდა არის, რას ნიშნავს ეს რეალურად და შეძლებს თუ არა ასადი ოდესმე პასუხისგებაში მიცემას. ჩვენთან ერთად ვაშინგტონიდან რათა განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს განაჩენი სირიისთვის და შეძლებს თუ არა ასადი ოდესმე მართლაც პასუხისგებაში მიცემას, არის ჰაზემ ალ-ღაბრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი. ასე რომ, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სირიის ახალი მთავრობისთვის ასადის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთში იმყოფება. ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი ნაბიჯია, ასევე ადრეული ნაბიჯია სირიაში გარდამავალი მართლმსაჯულების გრძელ გზაზე და რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ის მოსკოვშია, პრობლემაა და ეს ხელს შეუშლის მის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას, მაგრამ მომავალში ეს შეიძლება შეიცვალოს. უნდა გავიხსენოთ ნაცისტების სასამართლო პროცესები მაგალითად. ნაცისტის წინააღმდეგ ბოლო სასამართლო პროცესი 2022 წელს გაიმართა. ასე რომ სამართლიანობა შეიძლება ნელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გაქვს თანამონაწილე რეჟიმებთან, როგორიცაა პუტინის რეჟიმი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესი გაგრძელდეს. და იცით, ეს მისი ნაწილი იყო. კიდევ ერთი ნაწილი ჯერ კიდევ აკლია საერთაშორისო ასპექტი. ასადის რეჟიმის დანაშაულები სირიის ხალხს გასცდა და ლიბანსაც შეეხო, ასევე ისრაელსაც ტერორისტული ორგანიზაციების ხარდაჭერით. ესეც უნდა იქნას გამოძიებული. მართალია, მაგრამ იცით, ალბათ კითხვა ისაა, რეალურად ახდენს თუ არა ეს განაჩენი რაიმე ზეწოლას მოსკოვზე, რომ ასადი გადასცეს, თუ ის ფაქტობრივად სირიის მართლმსაჯულების მიღმაა. ფიქრობთ, არსებობს ვინმე, ვინც პუტინზე საკმარის ზეწოლას მოახდენს, რომ ასადი გაათავისუფლოს? გულისხმობ პუტინს, რომელიც ირანის მხარდაჭერაშია თანამონაწილე და უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებს ჩადის. არ ვფიქრობ, რომ მას ასადის წინააღმდეგ რაიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივ სირიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სწრაფად მოქმედების ან დამორჩილების სურვილი აქვს. თუმცა მისი მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება. და იცით, ისევ ნაცისტების სასამართლო პროცესებს უბრუნდები, არგენტინა ძალიან მეგობრული ადგილი იყო ნაცისტი ოფიცრებისთვის. საბოლოოდ ყველაფერი სულიად სხვანაირად შეიცვალა. იგივე შეიძლება რუსეთშიც მოხდეს. პოლიტიკურად როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს უგზავნის ეს სირიელებს? იცით, იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ასადის დროს მოკლეს, აწამეს ან გაუჩინარდნენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც სირიაში უმცირესობების მიზანმიმართული დევნა ვხედავთ. ანუ ეს არ არის ის, იცით, დრუზების საზოგადოებამაც კი იცნიათ ანჯვა ამ ახალი მთავრობის პირობებში. ალავიტები, რა თქმა უნდა, იცით, ბაშარ ალ-ასადი ახლა შორსაა. ქრისტიანებმაც აშკარად იცნიეს ტანჯვა. კიდევ ერთხელ, ამ ეტაპზე ეს სიმბოლური ჟესტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასადის ექსტრადირება შეუძლებელია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სირიის ყოფილი რეჟიმის დასაჯელად საუკეთესო გზა არის უკეთესი ვითარების, უკეთესი რეჟიმის, უკეთესი მთავრობის, უკეთესი ქვეყნის შექმნა. და ამჟამინდელმა მთავრობამ ამაზე სწრაფად უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს არის ნამდვილი სამართლიანობა, როდესაც ასადის რეჟიმის მსხვერპლებს უკეთეს მომავალს თავაზობ. და ასეთი ტიპის სამართლიანობა სირიაში ჯერ კიდევ ცოტა მიუღწეველია. მართალია. საბოლოოდ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ის გადამწყვეტი მომენტი, როცა მას უბრალოდ პაიკად გამოიყენებებენ, რადგან ალბათ ეს არის ამ ადამიანის მომავალი. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, როდის დადგება ეს მომენტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადადიხადოთ და მადლობა რომ შემოვერთდით ამ საუბარს. კაში მოფარფადებ რანი? ზუსტად ესეა. ეს ნამდვილად ესეა. მადლობთ. კარგი. ეხლა მოისმინეთ ეს. სირიაში არის საიდუმლო ბირთვული ობიექტი, რომელსაც ისრაელი წლებია აკვირდება და აღმოჩნდა, რომ ბაშარ ალ-ასადის ძველი ბირთვული პროგრამიდან რადიოაქტიური მასალა ჯერ კიდევ იქ ინახება. ეხლა აქსიოსი იუწდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩუმად შეათანხმა შეთანხმება სირიასა და ისრაელს შორის, რათა IAEA მის მასალა გაიტანოს იქიდან მას შემდეგ, რაც ისრაელმა გააფრთხილა, რომ მის იქ დარჩენას არ შეეგუებოდა. ობიექტი, რომელიც ცნობილია როგორც საიტი 99, როგორც იუწყებია, შეიცავს ყვითელ ნამცხვარს და სხვა ნარჩენებს.
და შეშფოთება რა შეიძლება მოხდეს თუ ვინმეს მასეც დომა ექნება. როგორც იუწყებიან ეს მასალა ბირთვული არაღის დასამზადებლად არ გამოდგება, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეგრეთ წოდებული ბინძურ ბომბში. ისრაელმა კი გააფრთხილა, რომ ობიექტს კვლავ დაატყამდა თუ სირია მასალაზეც დომა შეეცდებოდა. ამიტომ ვაშინგტონი ჩაერია და შეძლო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მასალა ჯერ კიდევ იქაა და მასალის გატანის ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა. ეხლა კი ჩვენთან ერთადაა ჩვენი ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოზერონი, რომელიც აგვიხსნის, რა ხდება გულისებს მიღმა და რას ნიშნავს ეს ისრაელისა და სირიისთვის. კარგი, როგორც ჩანს, მე უკვე თქვი გარკვეული დეტალები იმ ობიექტის შესახებ, რაც ვიცით. მოგვიყევი მეტი. კი, ესეა. უნდა დავბრუნდეთ 2007 წელს, როცა ისრაელმა დაარტყა სირიის საიდუმლო ბირთვულ რეაქტორს ალკიბარს. ეს დეირ-ეს-ზორშია, სირიის აღმოსავლეთ ნაწილში. ოფიციალურად ისრაელმა ეს მხოლოდ 11 წლის შემდეგ აღიარა, მაგრამ ის მასალა, რაც ისრაელის დარტყმების შემდეგ დარჩა, გადაიტანეს ობიექტზე, რომელსაც საიტი 99 ეწოდება და ისრაელი აკვირდებოდა ამ ობიექტს და გააფრთხილა სირიის ადმინისტრაცია, რომ არ მიახლოებოდა მას შემდეგ, რაც ისრამეტელმა ეს ივარაუდა. ხო, 2 წლის წინ სინამდვილეში ისრაელმა დაბომბა საიტი 99-ის შესასვლელები, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, როგორც აქსიოსის ამ რეპორტაჟია ნათქვამი, ისრაელმა დაიწყო აქტივობის იდენტიფიცირება. სირიის მთავრობამ საიტის მახლობლად დაიწყო მოქმედება. შემდეგ კი ისრაელმა გაგზავნა გაფრთხილების შეტყობინებები ვაშინგტონში, რომ თუ ვინმე მიუახლოვდება ამ საიტს, ის დაბომბავს ამ ობიექტს. სწორედ ამან გამოიწვია ამერიკული შუამავლობის მცდელობა, რომელიც როგორც ჩანს, წარმატებით დასრულდა. მოსალოდნელია, რომ IAEA სირიის მთავრობასთან ერთად შევა ობიექტზე, რათა ამოიღოს იქ არსებული ბირთვული მასალის ყველა ნარჩენი. გულისხმობ, რომ შეთანხმება როგორც იუწყებიან, უკვე გაფორმებულია, მაგრამ მასალა ჯერ კიდევ არ არის გატანილი. რა მოხდება შემდეგ და შეიძლება რამემ ჩაშალოს ეს შეთანხმება? შეთანხმებას შეიძლება ხელი შეუშალოს. იმ შემთხვევაში, თუ სირიის მთავრობა IAEA-ის წარმომადგენლებამდე შევა ობიექტზე, ან თუ ისრაელი რაიმე სამხედრო მოქმედებას განახორციელებს. ორივე სცენარი შეთანხმებას დააზიანებს, მაგრამ როგორც ჩანს, დამასკოს მთავრობამ ეს მესიჯი მკაფიოდ და ნათლად მიიღო. ისინი ობიექტს არ ეკარებიან. ასე რომ მოსალოდნელია, რომ ყველაფერი გაგრძელდება, რადგან იცით, ხედავთ, რომ პრეზიდენტი ბაშარი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. სწორ გადაწყვეტილებებს იღებს დასავლეთისა და ტრამპის ადმინისტრაციის დასამშვიდებლად. ასე რომ ის ამას არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს პროცესი დააზიანოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესეთი ამბის რეზონანსი, მით უმეტეს, როცა საქმე ბირთვულ მასალას ეხება, ძალიან მაღალია, ის არ დაარღვევს ამ პოზიტიურ ტენდენციას დასავლეთის თვალში ესეთ საკითხზე. კარგი, როგორც ყოველთვის მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ. მაგრამ ძალიან საინტერესო ანალიზი იყო. მადლობა, არიელ.